რატომ უნდა გავუკეთოთ ჩვენ შვილებს სეზონური ვირუსების გრიპის ვაქცინაციაც აუცილებელია, როგორც მოგახსენებათ, განსაკუთრებულ რისკ ჯგუფის მქონე ბავშვებში. ევროპის კალენდარი ზოგიერთ ქვეყანაში სწორად რისკ ჯგუფის ბავშვებს უკეთდება, ამერიკის კალენდარში პრაქტიკულად დევს და საყოველთაოდ და ყველა ბავშვს უკეთდება და მე დაახლოებით ჩემ პაციენტებს დაახლოებით 2000-მდე ბავშვს, ეს არის განსაკუთრებული რისკ ჯგუფის მქონე ბავშვები, რომელსაც არის გულსიზრახთა სისტემის დაავადებები, სადაც არის დაუცვად სასუნთქის სისტემის დაავადებები, ქრონიკული პათოლოგია, თირკმლის, სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევები, მაგრამ თუ ამ პაციენტებისთვის შეიძლება გრიპი სავალალოდ დამთავრდეს. სხვა შემთხვევაში, როგორც მოგეხსენებათ, ჯანმრთელ ბავშვებს გრიპი პრაქტიკულად გადააქვთ, ზოგ შემთხვევაში შედარებით ყველაზე ვერა ინფექცია სხვა ვირუსული ინფექციებთან შედარებით ხასიათდება აი მაგალითად COVID პანდემიის დროს ბავშვებს უფრო მსუბუქად გადაქონდათ ვიდრე H1N1 ტიპის და სეზონური H3N2 ტიპის გრიპი. ყოველწლიურად როგორც მოგეხსენებათ ვაქცინა ჩვენ მივიკუთვნებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროს და სწორედ ეს წინასწარ გათვლილია თუ რა ტიპის შტამები მოხდ ცირკულირება ხდება და სწორედ ყოველწლიურად ახალი ვაქცინა იქმნება და ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 15 ოქტომბრიდან დაიწყება უკვე 4 კომპონენტიანი ფრანგული წარმოების ვაქცინით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.